უსამართლოს კი მიეგება იმის მიხედვით, რაც უსამართლოდ მოიმოქმედა, რადგანაც უფლისთვის უცხოა მიკერძოება. აი ეხლა რომ აღნიშნეთ. ესე იგი, უსამართლო ადამიანი თუ ხარ, აი როგორი სახის უსამართლობასაც ჩადიხარო, იმის მიხედვით მოგეთხოვება. და პრინციპში შეიძლება ითქვას, ჩვენი მსჯავრი ყველაზე მეტად სხვა ცოდვებთან შედარებით იცით რაზეა დამოკიდებული? სამართლიანი ხარ თუ არა? თუ ხარ უსამართლო, როგორ მოითხოვ ღვთისგან სამართალს? აი ეს კატეგორია უნდა იქნას წინ წამოწეული. უსამართლობის კატეგორია როგორც ყველაზე სამარცხვინო კატეგორია. ყველაზე სამარცხვინო კატეგორია, რადგან შენი უზნეობით შეიძლება იმდენად არავის არაფერს უშაობდე, რამდენადაც შენი უსამართლობით, იმიტომ რომ ყოველგვარი შენი გამოვლენილი უსამართლობა ვიღაცის მიმართ არის გამოვლენილი. ვიღაცა კნინდება, ვიღაცა მცირდება, ვიღაცის ღირსება იბღალება. აი ეს არის უსამართლობა.